თელავში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროები. ბანაკი ერთკვირიანია, სადაც ქართველი და სომეხი ახალგაზრდები მრავალფეროვანი აქტივობები დაკავდებიან. გაიმართება თემატური დისკუსიები, საგანმანათლებლო სესიები, გუნდური სამუშაოები, კულტურული ღონისძიებები და შემეცნებითი ექსკურსიები. ბანაკი ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე კულტურათა შორისი დიალოგის გაძლიერებას. სტარტი აიღო ქართულ-სომხურმა ახალგაზრდულმა ბანაკმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდები სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მიიღებენ მთელი კვირის განმავლობაში მონაწილეობას. ექნებათ ასევე გასვლითი ტურები, რაც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს კოლეგებთან სომხეთის სამინისტროდან გეგმავთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს და ეს იქნება რეგულარული. მორიგ ქართულ-სომხურ შეხვედრაზე მიმყოფებით, თელავში ჩვენ სომხეთიდან 30 ახალგაზრდა ჩამოვიყვანეთ აღნიშნულ ფორუმზე, სადაც ქართველ თანატოლებთან ერთად უახლოესი 5 დღის განმავლობაში იმსჯელებენ ახალგაზრდულ ინიციატივებზე. აღნიშნული კონფერენცია ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და მომავალ წელს ჩვენ სომხეთში ვგეგმავთ ასეთი ახალგაზრდული ფორუმის განხორციელებას, სადაც ვუმასპინძლებთ ქართველ ახალგაზრდებს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში ეს არის მიმდინარე წელს პირველი ღონისძიება, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტო მასპინძლობს. სომეხი და ქართველი ახალგაზრდები შეიმუშავებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ პროექტებზე, რომელსაც შემდეგ უკვე ორი ქვეყნის სამინისტრო დაუჭერს მხარს და შესაძლებელი გახდება აღნიშნული ინიციატივების რეალიზება. დავესწარი ქართულ-სომხური ბანაკის გახსნას ქალაქ თელავში, რომელიც იყო ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით ორგანიზებული. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდები მიეჩვევიან სხვადასხვა ინიციატივების დაყენებას, მსჯელობას სხვადასხვა საკითხზე ჩართულობას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და გავუზიაროთ ერთმანეთს იდეები, რათა დავამყაროთ კავშირები და გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა.